საღამოშვიდობისა მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ სახლში, იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის, ვინაიდან აუდიტორიას უნდა წარუდგინოთ საიუბილეო კრებული ზურაბ კიკნაძე. კავკასიურ სახლს ხვდა წილად ბედნიერება, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ემასპინძლა კონფერენციისთვის ბატონი ზურაბ კიკნაძის შესახებ. და ამ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ, ძალიან მცირე მასშტაბში, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ბატონი ზურაბის პიროვნების განსაკუთრებული მრავალმხრივობა. ჩვენ მოусმინეთ მომხსენებებს, სადაც საუბრობდნენ ბატონ ზურაბზე როგორც აღმოსავლეთმცოდნეზე, იყო მომხსენებები, სადაც საუბარი იყო მასზე როგორც ფოლკლორისტზე, მისი ფილოსოფიური შეხედულებებიც იქნა განხილული ამ კონფერენციაზე. ბატონი ზურაბის დამოკიდებულება ლიტერატურათმცოდნეობის ზოგიერთი თეორიის მიმართ აი ამ თემასაც შეეხო ეს კონფერენცია და რა თქმა უნდა ბატონი ნუგზარის მოხსენება მნიშვნელოვანად დაეთმო ბატონი ზურაბის როგორც მთარგმნელის, როგორც ბიბლეისტის მოღვაწეობას. და ზოგიერთი მოხსენება დაიწერა კიდეც, ანუ იქ ვინც სიტყვით გამოვიდა, ზოგიერთმა ეს მოხსენება დაწერა კიდეც და ბატონმა ნუგზარმა საკუთარ თავზე ითავა, რომ შეეგროვებინა ეს მოხსენებები, გააერთიანებინა ერთ კრებულად, დაერთო ამ კრებულისთვის მისი პირადი ნარკვევიც, სადაც ბატონი ზურაბის შესახებ უამრავი დეტალია მიმოხილული, მისი ბიოგრაფიის უამრავი, ასე ვთქვათ, ჩემთვის ახალი საკითხია წარმოჩენილი, შესანიშნავი ნარკვევი დაერთო მას. ბატონმა ნუგზარმა იმუშავა ბატონი ზურაბის ოჯახის წევრებთან, რომელთაც განსაკუთრებით და გულითადად მივესალმები კავკასიური სახლის სახელით, მის ვაჟს, მის ძმას, დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ჩვენს გვერდით ხართ. მოიპოვა ბატონმა ნუგზარმა საარქივო მასალებიც ზოგიერთი, რომელიც აქამდე არ გამოგვეყნებულა. ბატონი ზურაბის ეპისტოლარული მემკვიდრეობიდანაც მოახერხა რამდენიმე მასალის გადმოტანა ამ წიგნში და საბოლოოდ შეიქმნა პატარა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი კრებული, რომელიც ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამხელა ადამიანი ჰყავს ჩვენ საზოგადოებას. პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პირობებში კარგავთ ჩვენ დიდ ადამიანებს, ახალი დიდი ადამიანები არ მოდიან. შესაბამისად, ბატონი ზურაბის მსგავსი მოღვაწეების მნიშვნელობა ერთი-ორად იმატებს. ისედაც ხო ძალიან დიდია, მაგრამ როცა ესეთი შიმშილია, როდესაც უდაბნოა დიდი მოღვაწეების, ჰუმანიტარული მეცნიერების გიგანტების, პირდაპირ შეიძლება ითქვას პათეტიკის გარეშე. ხო, როცა ესეთი უდაბნო და შიმშილია, მაშინ ბატონი ზურაბი კიდევ უფრო ძლავრად და უფრო მეტი სისავსით წარმოჩნდება ხოლმე ამ საზოგადოებაში და მისი მნიშვნელობაც. ასე რომ კავკასიურ სახლს ძალიან უხარია რომ ეს კონფერენცია ჩაატარა, ძალიან გვიხარია რომ ეს წიგნი გამოვეცით და საერთოდ ვამაყობთ რომ ბატონი ზურაბის 4 წიგნი გვაქვს ჩვენ გამოცემული. ეს არის ძველი აღთქმის წუთი სოფელი, ეს არის შობიდან შობამდე, ეს არის მისი ხელახალი თარგმანი ბიბლიის წინასწარმეტყველთა თავებისა და ჩვენ გამოვეცით ბატონი ზურაბის კომენტარები აი ამ ახალ თარგმანზე. და ასევე ერთი კრებული, შეგვიძლია აქვე ვახსენოთ, ესე ბერდიაევის მისეული თარგმანი და ასევე ერისა და სახელმწიფოს შესახებ ბატონი ზურაბის ნარკვევი. ასე რომ კავკასიურ სახლი წელში გამართულად ამბობს, რომ გამოცემული აქვს ისეთი დიდი ავტორი, როგორც ბატონი ზურაბია. ეხლა მე გავჩუმდები, სიტყვას გადავცემ ბატონ ნუგზარს და შემდეგ მე ვხედავ, რომ ამ აუდიტორიაში არიან ბატონი ზურაბის სტუდენტებიც, კოლეგებიც, მეგობრებიც, ამ კრებულში შესული ზოგიერთი მოგონების ავტორებიც და მოусმინოთ მათ. გთხოვთ ბატონ ნუგზარ.
გონი ბატონ უგზარს წარდგენა არ ჭირდება პროფესორი, რელიგიის ისტორიკოსი და ადამიანი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით იყო მუდმივი თანამგზავრი ბატონი ზურაბისა სამეცნიერო კონფერენციებზე თუ იმერეთში, რომელიღაცა მთიანეთში, რომელიღაცა მთის დალაშქრის დროს, სადაც სასულიერო პირები დაგვხვდნენ მერე იქ სხვა მხრიდან ჩამოსული. არა ერთხსით. გთხოვთ ბატონ ნუგზარი. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მობრძანებისათვის და იმისათვის, რომ მეძლება საშუალება ორიოდეს სიტყვა ვთქვა ამ კრებულის შესახებაც და ბატონი ზურაბის მიმართ ჩემი ურთიერთობის შესახებ. იმდენი ინფორმაცია მოისმინეთ ახლა ბატონი ლევანისაგან თქვენ, ისე მოგაწოდათ საკითხის არსი თავისი მრავალმხრივობით და მრავალფეროვნებით, რომ კაცმა რო თქვას, მე ბევრი არაფერი დამრჩა სათქმელი, მაგრამ თავად კრებულზე მაინც მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას. აი კონფერენცია, რომელიც ახსენა ბატონმა ლევანმა, აი ამ კონფერენციამ წარმოშვა აზრი და იდეა და ეს იდეა ეკუთვნის ქალბატონ ნაირა გელაშვილს, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილ და ძვირფას პიროვნებას და აი კიდეც არის აღნიშნული წიგნის კონტრტიტულზე, რომ იდეის ავტორი გახლავთ ქალბატონი ნაირა გელაშვილი. მე მადლობელი ვარ ამისთვისაც, ამის გამოც მისი, რომ მომეცა საშუალება ამ თემაზე მემუშავა. და უნდა მოგახსენოთ, რომ ეს მუშაობა ჩემთვის პირადად იყო სიამოვნება და ბედნიერება. არის შემთხვევა, როცა მუშაობ, მაგრამ ვერ გრძნობ ბედნიერებას და ჩემთვის ეს იყო ბედნიერება, როცა მუშაობდი ამ თემაზე. და საერთოდ მთავარი ბედნიერება მაინც ის არის, რომ გამიღიმა ბედმა გამიღიმა და მე ზურაბ კიკნაძესთან გავატარე 10 წლები. შემიძლია ვთქვა, 50 წელი ზურაბ კიკნაძესთან. 50 წელი. მოგეხსენებათ, არსებობს ასეთი წიგნი 20 წელი გოგლა ლეონიძესთან. ივანე ლოლაშვილს აქვს წიგნი და მე კიდევ შემიძლია დავწერო ისეთივე მოგონებები, როგორც ბატონმა ივანე ლოლაშვილმა დაწერა გოგლა ლეონიძეზე და დავარქვა 50 წელი ბატონ ზურაბ კიკნაძესთან. და ჩვენ გამოვცეთ. გაუცილებლად. აი ეჭვი არ მეპარება და იმიტომაც ვამბობ. შესანიშნავია, შესანიშნავი იდეა არის. შესანიშნავი იდეა. ეხლა რაც შეეხება ამ კრებულის მისამართით, კი, როგორც მოისმინეთ, ძირითადი ნაწილი ამ კრებულისა არის ის გამოსვლები, უпростоრად იმ გამოსვლების ლიტერატურული ვარიანტები, რომლებიც კონფერენციაზე იქნა წარმოდგენილი. მაგრამ რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება ეს კრებული. ეხლა ყოველთვის მეკითხებიან, მე ხშირად მეკითხებიან ამ კრებულის წამკითხველები, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანიო აქო, მაინცო, რას თვლი ყველაზე მნიშვნელოვანათო. პასუხი რასაკვირველი ადვილი არ არის, იმიტომ რომ მე როგორც შემდგენელ რედაქტორს, ყველა მასალა, რომელიც აქ არის, მნიშვნელოვანი მიმაჩნია და ღირებული მიმაჩნია და არის კიდეც ალბათ და ჩემთვის მით უმეტეს. მაგრამ მაინც გამოვყოფ, ხა გააჩნია ჯერ ერთი ვინ სვამს ამ კითხვას და ვინ რა თვალით უყურებს საკითხს. ფილოლოგისთვის ფილოლოგიური მხარე იქნება საინტერესო, ისტორიკოსისთვის ისტორიული მხარე, ხო? ეთნოგრაფისტვის და ფოლკლორისტისთვის აი ის სტატია, რომელიც ეძღვნება ზურაბ კიკნაძის მოღვაწეობის ამ უბანს. კი, ხელოვნებათმცოდნისთვის და კერძოდ ქრისტიანული არქეოლოგიის სპეციალისტისთვის იქნება ის სტატია, რომელიც ეძღვნება აი ამ უბანს მოგონებების, ასე ვთქვათ, სპეციალისტისათვის, უпростоრად ვინც დაინტერესებულია მოგონებებით და მემუარებით, აი აქ მემუარებსაც ნახავს და ფაქტიურად ყველა მასალა,
ყველა სტატია გარკვეულწილად მემუარიც არის და ალბათ ბატონ ლევანს შემთხვევით არ მიუწია ასეთი კვალიფიკაცია აქ წარმოდგენილი სტატიებისათვის. იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა მემუარია, ყველა ავტორი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ბატონის ზურაბის მიმართ. და მართლაც ბატონის ზურაბს ვინც იცნობდა, დამეთანხმება, რომ მისი ყოველი ნაბიჯი და ყოველი სიტყვა შეიცავდა იმ მუხტს და იმ შინაარს, რომ ძნელია დავიწყება მისი და ძნელი იყო დაგევიწყებინა და ამიტომაც ვიცი რომ ყველა მის ნაცნობ მეგობარს უამრავი მოგონება აქვს დარჩენილი მისგან. კი, მაგრამ ეხლა მაინც მე მოგეხსენებათ ჩემი ძირითადი სპეციალობა მაინც არქეოგრაფია არის. მე მუშაობ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და ამიტომ მე ვთვლი რომ მეცნიერული თვალსაზრისით აქ ამ კრებულში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რაც დაკავშირებულია ბატონ ზურაბისა და მისი ძმის ბატონ ვახტანგის ასე ვთქვათ საოჯახო არქივთან. მე მადლობელი ვარ ბატონი ვახტანგის და ბედნიერება ჩვენთვის რომ ბატონი ვახტანგი აქ არის ჩვენს გვერდითაა მობრძანდა აქა და დარწმუნებული ვარ ორიოდეს სიტყვით წარდგება ჩვენს წინაშე. მაგრამ მე ამით მინდა ჩემი გამოსვლით მადლიერება გამოვხატო მის მიმართ იმის გამო რომ გავიგე რომ თურმე მის ოჯახში და მის პირად საარქივო ფონდში ინახება ბატონი ზურაბის ყმაწვილობის დროინდელი წერილები, პირადი წერილები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა. საკმაოდ მე ვთხოვე მას რომ წარმოედგინა ეს გავცნობოდი მას და თუ მიზანშეწონილი იქნებოდა და დარწმუნებული ვიყავი რომ იქნებოდა მიზანშეწონილი გამოვაქვეყნებდით კრებულში და მართლაც ბატონმა ვახტანგმა ონიდან ჩამოგვიტანა აი ეს წერილები და ეს წერილები არის ბატონი ზურაბის მართლაც აი სიჭაბუკისა და ახალგაზრდობის დროინდელი წერილები. მოგეხსენებათ თქვენი ეპისტოლეები მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც იქ ამ ეპისტოლეებში არა მარტო პიროვნება ჩანს, ავტორი ჩანს, არამედ ჩანს ძალიან კარგად გარემო, რომელშიც ეს წერილი დაიწერა და ამდენად ამ მასალას აქვს ამავე დროს ისტორიულ ეთნოგრაფიული და ყოველმხრივ დიდი მნიშვნელობა და აი ზუსტად ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია ის წერილები, რაც წარმოდგენილია აქ. ასაკი ასეთია ამ წერილებისა, უпростоად წერილების ავტორის ასაკი. ჯერ ერთი სახელწოდება, მე ასე დავარქვი, წერილები დედას და ძმას. ნუ დედის მისამართით ერთი წერილია. დანარჩენი ყველაფერი არის ბატონი ზურაბის წერილები ძმას, ანუ ბატონ ვახტანგს. და ასაკი ასეთი არის 10 წლიდან 30 წლამდე. ყველა კითხვაზე მოძებნის დაკვირვებული მკითხველი პასუხს იქ. განსაკუთრებით შეუძლებელია აუღელებლად წაიკითხოს და არ დააფასოს წერილები, რომლებიც შეეხება ზურაბის სპორტულ ინტერესებს. კი ბატონო, ალპინიზმისადმი გატაცებას, ალპინიზმით გატაცებას, მთით გატაცებას, მთა როგორც ჩანს ბავშვობიდანვე გამოუმუშავდა მას მთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი და აი ალპინიადის შესახებ წერილში აღწერილია ერთი ოსური სოფელი, მივარდნილი, მიყრუებული სოფელი ისეთნაირად და იმ სიღრმით არის რომ ვერც ერთი ეთნოგრაფი და ვერც ერთი ასე ვთქვათ კულტურის საკითხით დაინტერესებული, მთის კულტურის საკითხით დაინტერესებული ადამიანი გულგრილად ვერ წაიკითხავს ამ მასალას. ერთი სიტყვით ძალიან ძნელია ასე ვთქვათ რომ დაიწყებ ამ თემაზე ლაპარაკს დამუხრუჭდე და ადვილად დაამთავრო. მაგრამ ერთი რამ კი ნამდვილად მინდა
თქვა, რომ აქ წარმოდგენილია მხოლოდ 5 წერილი. ბატონმა ვახტანგმა ჩვენ გადმოგცა და გამაცნო მე და მე წავიკითხე 39 წერილი. აი მისი ახალგაზრდობის პერიოდისა. მე 5 წერილი შევარჩიე, იმიტომ რომ კრებულში რაღაც ნაწილი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი გარკვეული მიზეზის გამო. ისე კი ყველა წერილი იმსახურებს გამოქვეყნებას და რაც მთავარია და რის მიმართ ბატონი ვახტანგის მიმართ ძალიან მადლობელი ვარ მე, ეს არის რომ იქ პერსონალიებია მოხსენიებული, პერსონალიები. პერსონალიას ვერავინ ბატონი ვახტანგის გარდა ვერ გაშიფრავდა. და აი მე გავიგე რომ ბატონმა ვახტანგმა ეს თხოვნა და თუ გნებავთ რედაქციის სახელით დავალება შეასრულა და ჩვენ ბატონო ლევან გვაქვს უკვე შესაძლებლობა გამოვცეთ აი ეს 37-ვე წერილი განმარტებ პერსონალიათა განმარტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს. მე განსაკუთრებით სიამოვნებს ლაპარაკი ზურაბ კიკნაძის მოღვაწეობის იმ მხარეზე, რაც დაკავშირებულია ბიბლიასთან და ბიბლიისტიკასთან. მოგეხსენებათ, ზურაბ კიკნაძემ არა მარტო ითავა ძველი აღთქმის და გარკვეულწილად ახალი აღთქმისაც და მთელი საფრთხო წერილის ახალ ქართულ ენაზე გადმოცემა, არამედ მან ასევე ჩამოაყალიბა თეორია და დაასაბუთა თუ რატომ არის აუცილებელი ბიბლიის ახალ ქართულ ენაზე თარგმნა. მაშინ მოგეხსენებათ, რომ ბევრი სვამდა კითხვას, ხომ არის ბიბლია თარგმნილი ძველ ქართულად? და ძველ ქართულს ხომ აქვს თავისი სურნელი და განუმეორებელი სურნელი? მას რა საჭიროა ბიბლიის ახალ ქართულ ენაზე თარგმნა? და ზურაბმა ჩამოაყალიბა თეორია და დაასაბუთა, რომ არა მარტო საფრთხო წერილი უნდა ითარგმნოს ახალ ქართულად, არამედ ასევე ძველ ქართულ ენაზე შექმნილი ლიტერატურა უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. გნებავთ ამას დავარქვათ გადმოხება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალ ქართულად უნდა ამიტყველდეს ის, რაც ძველ ქართულ ენაზე არის შექმნილი, რადგან ამას მოითხოვს ის, რომ ძველი ქართულია, ახალი ქართულია და ასე რომ ახალი ქართულზეა გაზრდილ ადამიანს ძველი ქართული ტექსტი არ ესმის სრულყოფილად. სრულყოფილად, დიდწილად არ ესმის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა ბატონი ზურაბის მოღვაწეობისა. აქ წარმოდგენილია, არ ვიცი, ვერ ხვდები დრო რამდენი მაქვს. კი ბატონო. და ისე კი მე ხშირია შემთხვევა, როდესაც დავწერ რაღაცას და მერე ვდარდობ, რომ გამომრჩა რაღაც. აი ამ შემთხვევასთან გვაქვს აქ საქმე. როდესაც ვლაპარაკობ ბატონი ზურაბის ბიბლიოლოგიურ მოღვაწეობაზე, მე დამავიწყდა, აღმენიშნა თუ როდის გამოქვეყნდა ზურაბ კიკნაძის პირველი ბიბლიური თარგმანი და რა მოვლენებთან იყო დაკავშირებული მისი პუბლიკაცია. ეს მოხდა 1980 წელს, როდესაც შეზღუდული იყო, ასე ვთქვათ, ასეთი ტექსტების პუბლიკაციის შესაძლებლობა, უაღრესად შეზღუდული იყო და პირველი ბიბლიური ტექსტი, რომელიც ბატონმა ზურაბმა გამოაქვეყნა, ჟურნალ ჯვარი ვაზისაში გახლდათ იონას წიგნი, იონა წინასწარმეტყველის წიგნი. შემთხვევით არ შეურჩევია ეს წიგნი ბატონ ზურაბს. მოგეხსენებათ, რომ იმ დროს და ახლაც ძალიან ძლიერია საქართველოში ნაციონალიზმი, ეთნონაციონალიზმი. და აი ეს წიგნი არის ყველაზე პატარა, ერთ-ერთი ყველაზე პატარა წიგნი ბიბლიაში, მაგრამ ცნობილია, რომ ეს წიგნი შეიცავს ყველაზე ღრმა აზრს. უფრო სწორად, ბიბლია ერთი აზრითა და ერთი სულით არის გამსჭვალული, მაგრამ ამ წიგნში ყველაზე ცხადათაა წარმოდგენილი ძველი აღთქმის მთავარი სათქმელი. მოგეხსენებათ, რომ ძველი აღთქმა ეს არის ახალი აღთქმის შეფარული ვერსია, ანუ
ახალი აღთქმა, შეფარული ძველ აღთქმაში ძალიან უყვარდა ბატონ ზურაბს ნეტარი ავგუსტინეს ამ სიტყვების ციტირება, რომ ძველი აღთქმა ინახავს ახალ აღთქმას და ახალი აღთქმა აცხადებს ძველ აღთქმას. ხო და აი ამ პატარა წიგნში, იონას წიგნში ყველაზე ცხადად არის წარმოჩენილი ძველი აღთქმის მთავარი სათქმელი. კერძოდ ის, რომ ღვთისთვალში არ არის ურიაება და წარმართება, რომ ღმერთი ყველას მშობელი მამა არის და მისთვის ისეთივე საყურადღებოა წარმართი საზოგადოების ბედი, როგორც ეგრეთ წოდებული რჩეული ერის და თურმე აი ამ პატარა მოთხრობის მიხედვით თურმე რჩეული ერი ნამდვილად არ ნიშნავს ეთნიურ ერს, რომ რჩეული ერი ეს არის ის ერი, რომელიც რწმენით არის ჭეშმარიტებასთან ნაზიარები და როდესაც იონამ იქადაგა წარმართებს უქადაგა, წარმართებმა ნინეველებმა გამოამჟღავნეს ისეთი შიში ღვთის მიმართ, რომელიც არც ერთ ებრაელს და არც ერთ ებრაულ საზოგადოებას არც ერთ დროს არ გამოუმჟღავნებია. ხო, ჩაიცვეს ჯვალო, მეფე ჩამოვიდა ტახტიდან და რაღაც მინდა, რაღაც მაინტერესებს, ან მეფობა, ან ქონება, რაში მაინტერესებს, როდესაც ღმერთი გამწყრალია ჩვენზე, მოახლოებულია ჩვენი დასჯის დრო და შეიცვალა მთელი საზოგადოება ამ იონას, ურჩი იონას ქადაგების შედეგად. ხო, ერთი სიტყვით, შემთხვევით არ შეურჩევია ეს წიგნი. კი ბატონო, აქ წარმოდგენილი არის მართლაც ბევრი საინტერესო და საყურადღებო მასალაა წარმოდგენილი, რომლებიც ასე ვთქვათ ასახავს ზურაბ კიკნაძის მოღვაწეობის მთავარ მხარეებს. მაგალითად, ზურაბ კიკნაძე იყო პიროვნება, რომელმაც დაამსხვრია ასე ვთქვათ თეორია, რომლის მიხედვითაც მთის რელიგიურ მითოლოგიური სამყარო ეს ფაქტიურად არის ძველი წარმართობის გადმონაშთი, რომ ძველი სამყარო არის ის, რასაც ჩვეულებრივ წარმართობას ვეძახით და ასეთი აზრიც არსებობდა კიდევ მწერლობაშიც იყო ეს აზრი, რომ ქართველი გლეხი და განსაკუთრებით მთის მოსახლეობა ბოლომდე დღემდე წარმართია. და ქრისტიანობას არ ზიარებულა ქართველი საზოგადოება მთლიანობაში და ზურაბმა შემოიტანა ასეთი ტერმინი, უბრალოდ თეორია და შემდეგ ტერმინი რასაკვირველია, რომ რასაც ჩვენ წარმართობას ვეძახით, მთის წარმართობას წინამდვილეში ეს არის ქრისტიანობის გაწარმართება, ანუ აგანიზებული ქრისტიანობა, გასოფლურებული ქრისტიანობა. როდესაც მთაში, მთის სამყაროში, ასე ვთქვათ, წერილი დაიკარგა, წიგნის კულტურა დაიკარგა, ხალხმა ქრისტიანული წესების შესრულება, კურთხევანთა შესრულება დაიწყო ისე, ისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა. წიგნის არ მცოდნეს, წერა-კითხვის არ მცოდნეს და ამიტომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს სწორედ კლასიკურ ნიმუშთან პაგანიზებული ქრისტიანობისა. მეორე თეორია, რომელიც და ამაზე არის წარმოდგენილი ღვთისმო მამიციმედიშვილის წერილი, იმაშია ყველაზე მკაფიოდ ლაპარაკი ამაზე. მეორე საკითხი, რაც არის, აი მომხსენებელი შეიძლება გამოვიდეს და ილაპარაკოს კიდეც ბატონი ვახტანგ ნოდარ ბახტაძე აქ ბრძანდება. ეს გახლავთ თეორია იმის შესახებ, რომ ქრისტიანობა საქართველოში, ესე იგი, შემოვიდა ძალიან შეზღუდული ინფორმაციით, შესაძლებლობების შეზღუდული ველით შემოვიდა, ისე რომ ქრისტიანულ საეკლესიო არქიტექტურა ეს არის ფაქტიურად წარმართული ქრისტიანული არქიტექტურის გამეორება. და დიდი ხანი დასჭირდა, დიდი დრო დასჭირდა საქართველოში ეკლესიას, რომ საერთაშორისო საეკლესიო არქიტექტურა და ზოგადად ხელოვნება აითვისებინა. და ამიტომ იყო, რომ პირველად აშენებდა მინიატურულ ტაძრებსო, იმ ტაძრებშიო წირვალოცა სრულდებოდაო, მრევლის გარეშეო, მრევლი არ ესწრებოდაო
და ზურაბ კიგნაძე იმ დროს, იმ კომუნისტების დროს გამოვიდა და თქვა, რომ ეს აბსურდია. თუ ჩვენ ლიტურგიას ვაღიარებთ და თუ სრულდებოდა ლიტურგია ეკლესიაში, შეუძლებელია რომ ლიტურგია შესრულებულიყო მრევლის გარეშე, იმიტომ რომ ტერმინი ლიტურგია გულისხმობს სწორედ მრევლის ერის მონაწილეობას. და აი შემდეგ დატყვილია ის თეორია, რომ პირველად მინიატურული ეკლესიები იყო და შემდეგ მე-6 საუკუნეში დაიწყეს დიდი ეკლესიების მშენებლობა და აი მართლაც არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ქრისტიანობა შემოსულა საქართველოში მთელი თავისი სისავსით, მათ შორის საეკლესიო, არქიტექტურული ცოდნით და შესაძლებლობებით და თანამედროვე და მის შემდგომ დროინდელმა არქეოლოგიურმა მასალებმა დაადასტურეს ამ თეორიის ჭეშმარიტება. უამრავი რამ შეიძლება ზურაბ კიგნაძის შემოქმედებაზე ვილაპარაკოთ ჩვენ. განსაკუთრებით აქ საინტერესო არის კიდევ გითხარით მემუარები, ყველა სტატია ვიმეორებ, გამსჭვალულია მემუარული ნიშნებით. აქ არის თამარ ჯაყელის სტატია, რომელიც ზურაბ კიგნაძის შემოქმედების ერთ მხარეს ისახავს, მაგრამ ეს ყველაფერი გამთბარია მემუარით. მემუარითა და სიყვარულით მის მიმართ. აქ არის ნოდარ არდოტელის წერილი, მე მგონი ეს ძალიან საინტერესოა. კი გამოჩნდება, მაგრამ მე ერთი შეცდომაზე ხომ გითხარით უბრალოდ ნაკლზე. ეხლა მეორე ნაკლზე მინდა ამ მემუართან დაკავშირებით გითხრათ. აქ არის წარმოდგენილი გერმანელი პროფესორის, ძალიან ცნობილი პროფესორის, ბიბლიისტის ჰერმან ლიხტენბერგერის მოგონება ზურაბ კიგნაძეზე. ხო? მე ვთარგმნე ეს მოგონება ქართულად. ხო, მაგრამ აი ის ადგილი ზუსტად ის ბოლო წინადადება, რომელშიც ჩემს ძვირფას რძალზია ლაპარაკი. და ნათქვამია, აი აქ ბრძანდება ნინო ქობალია, რომელსაც ლაპარაკია, რომ მე მადლობელი ვარ ნუგზარის რძლით, რომელმაც შესანიშნავი მეგზურობა გამიწია იქ სახელმწიფო მუზეუმში და შესანიშნავი ინგლისურით წარმომიდგინა ის საუნჯე და ძვირფასეულობა, რომელიცაც ინახავს ამ მუზეუმის საცავი. ხო? და აი ზუსტად იმ ბეჭდის დროს არ ვიცი, ჩემი ბრალია და ალბათ ჩემი ბრალი არის, ბოლო წინადად ბოლო აბზაცი იყო და ამ აბზაცის თარგმნა დამოვიწყდა. ალბათ გამომჩა და გერმანულში არის ეს ნინო შენი სახელი გერმანულ ტექსტში არის, მაგრამ ქართულ თარგმანში სამწუხაროდ არ არის. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ზურაბ კიგნაძის პიროვნებას, აქ არის კონფერენციის მასალებზე არის ლაპარაკი და წარმოდგენილი არის ქალბატონ ნაირა გელაშვილის სიტყვის ციტირება, რომელშიც კაფიუდა ნათქვამი, რომ ზურაბ კიგნაძე ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა, ამბობს და ჩემი სათქმელიც ეს არის, რომ მე სხვა არ ვიცი, შეიძლება იყვნენ კომუნისტების დროს საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მძინვარების ეპოქაში დაბადებულები და გაზრდილები ისეთები, რომლებიც ეკლესიასთან სარწმუნოებით იყვნენ დაკავშირებული. იგულისხმება რა თქმა უნდა მეცნიერებს შორის, მეცნიერები, მაგრამ რამდენადაც მე ვიციო, ზურაბ კიგნაძე არისო ერთადერთი პიროვნებაო, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საბჭოთა ეპოქაში და საბჭოთა ეპოქის ცნობიერებას მასზე გავლენა არ მოუხდენია. ესე იგი, კვალი არ დაუტოვებია მის აზროვნებაში და მის პიროვნებაში. და ასეთი ის აქვს, ზურაბ კიგნაძისთვის სული, როგორც მეცნიერებისთვის სული იყო ის, რაც არის სული. ასე რომ ეს მართლაც იშვიათობაა. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ მაშინაც ვთქვი და აქაც ვლაპარაკობ ამ წიგნში, კონფერენციაზე ვთქვი, რომ სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ განებივრებული ასეთი პიროვნებებით. მაგალითად, სომხეთში და რუსეთში მე ვიცი, რომ იმ დროს გაზრდილი ადამიანები მეტნი იყვნენ, რომლებიც აი დაუკავშირდნენ ეკლესიას და
მოღვაწეობდნენ როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე საეკლესიო ასპარეზზე. საქართველოში იმის მიუხედავად, რომ ბევრმა მეცნიერმა ასე თუ ისე იცოდა თეოლოგიის საკითხები, ეს მაინც იცოდა მეცნიერულად და როგორც მეცნიერმა და ზურაბ კიკნაძე იცოდა და ერკვეოდა ამ საკითხებში, როგორც მეცნიერიც, ზურაბ კიკნაძე ერკვეოდა ამ საკითხებში, როგორც მეცნიერიც და როგორც თეოლოგიც. ასე რომ ზურაბ კიკნაძის სახით ჩვენ ნამდვილად გვყავს ღირსეული ადამიანი და მისი დაფასება და მისი შეფასება ერთი კრებულით, ამ ერთი პატარა კრებულით ნამდვილად შეუძლებელია და ასე რომ ასპარეზი ამ ხრივ წინა გვაქვს. კი ბატონო, მოგახსენეთ, რომ სასიხარულოა ჩვენთვის ბატონი ვახტანგის აკყოფნა და გთხოვთ ბატონო ვახტანგ მობრძანდეთ და ორი სიტყვით გადმოგცეთ თქვენი დამოკიდებულება თქვენი ძმისა და თქვენი ოჯახის მიმართ. ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს შეხვედრა მომზადებოდი რაღაცნაირად. არ გირდებათ არა მოზე. მოკლედ გეტყვით რა ვიცი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ სხვა ადგილზე გავიზარდეთ. 4 წელი ჩვენ შორის განსხვავება. ჩვენი მამა როცა დაიჭირეს კომუნისტებმა რეპრესია ის ყველაზე სრულია მაგ. მე ვიყავი 6 თვის, ზურაბი იყო 3 წელნახევრის. მაგას მეხსიერება დარჩა ეს. და რაღაცა მომენტები ახსოვს რაღაცა. მე კიდე 6 თვის რა ვიყავ. მე დედაჩემი მარტო დარჩა. დადიოდა ეცებდა სად არის. იქნებ მივაგნო. ვინახულვან რაღაცა გაუგზავნა. არაფერი პასუხი. 20 წელი რო გავიდა, რო გამოუშვეს. კარგი გამოუშვეს. 20 წელი რო გავიდა, მე რეაბილიტაცია მოხდა. ყველა და ჩამოწერჭით თვითონ მოაცილეს დამნაშავეები აღარ იყვნენ ესენი. ეს რო გაიგო ერთი წელი იცოცხლა და გარდაიცვალა. ის ველოდებოდა და როცა დავწერეთ მე და ზურაბ მაშინ რა ქვია იმას ჩეკაში რაღაც წერილი რაღაც შეკითხვა და მივიღეთ პასუხი რომ დაიჭირეს მეორე დღეს დახვრიტეს და ჩემი ელოდება 20 წელიწად ის მეორე დღეს დახვრიტეს ესე გავიზარდეთ ჩვენ სასარგებლო ვიზდებოდით ის მე დედაჩემი სამსახური უნდა და რაღაცა უნდა და რაღაცა და მე წამიყვანა ბებიამ და დეიდამ რაჭაში ესე იგი მე ვიზდებოდი იქ ზურაბი აქ მაგრამ ერთი წუთი არ ყოფილა რომ ჩვენ სასარგებლო ვიყავით აი ვისწავლეთ თუ არა წერა იქიდან მე დაიწყებოდა ჩვენ მიმოწერა და ესე იწყებოდა სვირპასოს მოვზურებ. სვირპასოს მოვახტანგ და ესე. იმის სულაი პირველად რომ დავწერე რაღაცა ხო? უკვე წერილად იქცა ის და ის წერილები იმდენად ის იყო რომ თითქოს ერთად ვიზდებოდი ჩვენ. არ ყოფილა ის რომ სალკე ვარ და მე სხვადასხვა მიმართულებით ის არა ესე. ყოველთვის მარიგებდა ჭკუას 4 წელი, მაგრამ არ არის პატარა ასაკში.
მაგრამ არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა რომ ის თავისი როგორც თვითონ უნდა და ისე წაიყვანა ჩემი ცხოვრება შენ გადაწყვიტე თვითონ არავინ უნდა ჩაერიოს სხვის საქმეში ესე იყო არავინ ყველამ თავისი საქმე თვითონ უნდა გადაწყვიტოს პატარა ბავშვია თუ რაღაცა დარიგება შეიძლება მაგრამ ესე უნდა მოიქცე ესე და არასოდეს არ უკეთებია ეს და ჩვენ ესე გავიზარდეთ ეს მართლაც საოცრება როგორ მოიპოვა მაგარ ეს ყველაფერი ესე იგი ისე ყურა ახალი დამთავრებული ქონდა და ბრიტანეთის მუზეუმიდან გამოიწერა ლურსმული დამწერლობის ფოტოები ციხის ფირფიტებზე რო ეს ყველაფერი სახში ქონდა შეისწავლა აქადური შუმერული შეისწავლა თარგმნა გიგამეში და მე 60-ის მარტა ბევრი რამე გამოვიდა მე ესე რომ მე რაღაცა მე დაინტერესდა ეს რა თქმა უნდა მე აი რომ მზად ყოფილიყავ მე ჩამოვწერდი მის მიხედვით მეც მეხსიერება აღარ მაქვს აი გამოფიტული ვარ რა ყველაფერი ისე ჩამოწერა რომ გამოსაქვეყნებლად შესაძლებელი გახდა მისი გამოქვეყნება და მე დაინტერესდა რელიგიით საკეთ აი არასოდეს არ მოხდა ებრაელების ის იყო უბანი იყო ეხლა აღარ სინაგოგა შესანიშნავია აშენებული და იცნობდა მაგათ გამოკითხავდა ყველაფერი იცოდა ებრაელების ცხოვრება რაღაცა რომ ეს კავშირი ქონდა საქართველოსთან ებრაელებს ესეთი ახლობელი მე არ მეგულება რომ ებრაელი რო იყო ქართველებთან საქართველოში ებრაელი ყველგან დევნიდნენ ებრაელებს საქართველოში არ ყოფილა ეგეთ შემთხვევა საქართველოში ყველაზე ახლობელი იყო ეს მოსუნდა ზურაბს და აბა რა გითხრათ მე დიდი მადლობელი ვარ აი ჩემ უზარმას მოიპატიჟა აქ მოვედინე და ძალიან მოდიში ბევრემე შეიძლება ეგ მე თქვა მაგრამ არ მინდა რომ გავაჭიანურო და რაღაცები მოგიყვეთ რაც გდის სრობილია და ყველაფერია მიყვარხარ ძალიან ყველანი და მადლობელი ვარ დიდი მადლობა დიდი მადლობა ისე კი ნახავთ აი პატარა ზურაბი და პატარა ბახტანი ნახავთ ბატონ უზარ თქვენი ნებართვით ეხლა ავტორებს ვთხოვოთ ვისი წერილებიც აქ გამოქვეყნებულია და ბატონ მანუგზარმა მე მანიშნა რომ ქალბატონ თამარ ჯაყელს ვთხოვოთ ქალბატონ თამარ სხვათა შორის ამ კრებულში სანამ ქალბატონი თამარი მოვა ტრიბუნამდე ვიტყვი რომ ამ კრებულში არის გამოქვეყნებული ბატონი ზურაბის Facebook სტატუსებიც აქტიური პოზიცია ჰქონდა მას ესე საჯაროდ ძალიან საინტერესო ტექსტებს აქვეყნებდა იქ მიმდინარე მოვლენებზე ეხმაურებოდა აი ამ საზოგადოებრივ მოვლენებს და მე მახსოვს რომ ქალბატონმა თამარმაც თავისი მოხსენება იმ კონფერენციაზე დაიწყო Facebook პოსტზე განათლების კონცეფციის შესახებ მსჯელობებიც კი იქ მიდიოდა გთხოვთ ქალბატონ ხო ესე იგი როდესაც უგზარმა ბატონმა უგზარმა დამირეკა რომ სტატია უნდა დაწერო ბატონ ზურაბზე გავასავსავე ხელები ხო და ამას მე ვერასდროს ვერ მოვახერხებ მეთქი და ვიყავი ბუდებ შავის ხეობაში
ამ ხეობაში დავდიოდით ჩვენ უბრალოდ ზურაბთან ერთად ქონდა ამის ბედნიერება რომ ექსპედიციაში შენც იყავი მაშინ ხო? ხადას ხეობაში. შენ ხადა იქ არ ყოფილხარ. ხო და გავედი გარეთ. ძალიან უყვარდა ბუდეფშავის ხეობა, მოგეხსენებათ ადრე იქ იყო 12 თემი, რომლებიც დაიძროდნენ ხეობის დასაწყისიდან და ლაშარის გორაზე, ლაშარის ჯვარზე ერთად იკრიბებოდნენ დროშებით, დიდი ამბავი და ზურაბისთვის, რომელიც ბიბლიისტი იყო, თითქოს ბიბლია ცოცხლდებოდა იმ გარემოებაში, მაგრამ რას თავარია ამ ექსპედიციის დროს, ეხლა შემონახულია ბევრი ისა მეხსიერებაში ადგილობრივი მოსახლეობის არსებობა, ბერების, მეჭუმაქ რომ მონაზვნებისაც მითოლოგიაში არის ამის აჩრდილები. რომლებიც წარმოიდგინეთ, წავიდნენ რაღაც მაღალ მთებზე, რას იყვნენ დანდობილი, რითი ცხოვრობდნენ, რითი არსებობდნენ და საოცარი ისინი რა ქვია, გადმოცემები, რომელიც მე რითაც გამდიდრდა მე ანდრეზული კულტურა ეკაური. და რისი თქმა მინდა რომ ზურაბის გვერდით იმ ადგილებში ყოფნა თითქოს კავშირზე იყო გასული იმ ანგელოზურ სამყაროსთან, რომლითაც სავსე ალბათ ის ხეობა, მაგრამ მე ბატონი ზურაბის წყალობით შევიგრძენი ეს ნამდვილად. თორემ და საერთოდ ეს მიმართულება ალბათ ბატონ ზურაბთან ურთიერთობამ გახსნა ჩემში. თორემ ადრე როგორ გითხრათ, ისეთ გარემოში ვიყავი გაზრდილი, რომ რა ის ანგელოზი, რის რელიგია, რის ისა და ისეთ საუბრობდა ეს ადამიანი ამ თავისი გონიერებით, თავისი ინტელექტით, რომ რაღაცა ყევები მოხდა და ნუ მე და ასეთი კადრი მაქვს, რომ მოვდივართ ლაშარის ჯვრის დღეობიდან და სავსე ბატონი ზურაბი იქაური როგორ გითხრათ, შთაგონებული, საოცარ შთაგონებული იგრძნობა, რომ ის ჯერ ესეთი საოცარი ბუნება, მაგრამ ამ ბუნების მიღმა დაფარულ ანგელოზურ სამყაროსთან კავშირს გრძნობდი მასთან და ეს სურათი მახსოვს ესე გაშალა ხელები და აქ უნდა დამასაფლავოთ. ეს კადრი მაქვს. ხო, და რისი თქმა, ერთადერთი თქვი ერთხელ დავწერე და აქ გავიმეორებ, რომ არის ობიექტები, რომელიც მხოლოდ ანათებს, არის ობიექტები, რომლებიც მხოლოდ ათბობს და ბატონი ზურავი იყო პიროვნება, რომელიც ათბობდა და ანათებდა ერთდროულად შეზავება გულისა და გონების და რა ვიცი, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანი იყო ჩვენ შორის, დიდი მემკვიდრეობა დატოვა და იმედი მაქვს, რომ ეს ყველას დაგვეხმარება, რომ სიცოცხლის წყაროს თვალთან ცოცხალ კავშირში იყო და რომ ჩვენ ყველანი ამ გზაზე დავდგეთ. დიდი მადლობა. ამ კრებულში მეგობრებო არის ერთი ტექსტი სახელწოდებით ზურაბ კიკნაძე და სიონის ეზოს ვარდები. მხოლოდ მისი კოლეგები იმ თემებით დაინტერესებული ხალხი ხო არ საუბრობს ბატონ ზურაბზე, როგორც სფეროში თვითონ ტრიალებდა, ხო? სხვა სამყაროდანაც ყავდა მას მეგობრები და ქალბატონ ელენე ამირეჭიც მხოლოდ 1-2 სიტყვა გითხრას, რა კავშირია ზურაბ კიკნაძესა და სიონის ეზოს ვარდებს შორის. მე იცით რა ძალიან დიდი მოგრძალებით გამოვდივარ ახლა აქ ამ ხელა კორიფე მეცნიერებს შორის, მაგრამ ჩათვალეთ რომ ჩემი ეს პატარა მოგრძალებული გახსენება, რომელიც ამ ტრიკშია ჩადებული არის ვარდის თაიგული მორთმეული თქვენთვის და არა ვთქვათ სამეცნიერო ღირებულების მქონე რა თქმა უნდა არ არის. ძალიან დიდი მადლობა კავკასიურ სახლს და ჩემს მეგობარს ნუგზარ პაპუაშვილს, რომ ამ ჩემს გახსენებაში ბატონი ზურაბი წარმოდგენილია როგორც ყველაზე თავმდაბალი, სულიერი ადამიანი, რომელსაც ბუნება უყვარდა, არ ვიცი, მე ალბათ მის შემქმნელ უფალსავე, როგორც უფალს უყვარს ბუნება, ისე უყვარდა მასაც, ესაუბრებოდა ამ მცენარეებს, ამ ყოველფერს და ეხლა რა იყო იქ, მე საპატრიარქოში ვიყავი სამკურნალო მცენარეების განყოფილების გამგე და ქონდა ასევე წანიში ბაღი, უნიკალური მცენარეების ბაღი და თან იყო სამეგობრო ბატონი ზურაბის შვილების გარშემო 4-5
ბატონი ნუგზარ პაპუაშვილი და სულიერი შვილები მის და მე ვიყავი ერთადერთი ქალბატონი ამა თითოლი და ბატონ ზურაბს მართლა საკუთარი ქალიშვილივით უყვარდი და თან ამ შეკრებების დროს მე ვიყავი რა თქმა უნდა დიასახლისი და ძალიან ხშირად ეს კრწანიში ულამაზეს ადგილას იყო ეს ბაღი და მივდიოდეთ ხოლმე იქ საკეიფოთ საკეიფოთ როგორ ჯდებოდით განვიხილავდით რაღაც თემებს მაგრამ ბატონი ზურაბი იყო რა თქმა უნდა ყოველთვის თამადა და ბატონი ზურაბი გვიყვებოდა ისეთ საოცარ რაღაცებს ეფერებოდა ამ სცენარებს გაოგნებული იყო სიხარულით სიყვარული და დაგვთენებია ხოლმე იქ დილამდე და მე ფეხით წამოსვლართ ამ კრწანისიდან სიონამდე ხო და სიონის ეზოს ვარდების ბაღი პირველად ხრიოკ მიწაზე პირველად გაშენებული არის ჩემს მიერ ნალჩიკიდან ჩამოტანილი თეთრი ვარდებით და ბატონი ზურაბი აღფრთოვანებული იყო ამ ვარდების ბაღით და დილას რო ჩამოვიდო ესე დილის არ შეეგებებოდა იქ და გადავდგებოდით ამ ქუჩიდან იქ ეზოს დაყურებდა ბაღს ამბობდა რომ რა ბედნიერი ვარ რომ ეს სიონის ეზოს ვარდები ჩემი ელენიკოს გაშენებულია ჩვენი მეგობრის და ნუ ეს მე აღმაფრთოვანებდა ხო როგორ ვერ წარმოიდგენთ ამას და ეხლა რა მისტიური კავშირი ქონდა ბატონ ზურაბს ამ ვარდებთან ერთი ეპიზოდი მოვყვები და დავამთავრებ როდესაც გავიგე ბატონი ზურაბის გარდაცვალების ამბავი ნოემბრის ცივი დღე იყო ხო და რა თქმა უნდა ამ დროს ვარდები სადღაა საერთოდ და ეხლა ის თეთრი ვარდები აღარ არის დარჩენილი და ქვემო მხარეს სიონში არის რაღაც შემორჩენილი მცენარეები და არაფრით არ შემეძლო ბატონ ზურაბთან რო იტყვიან მკვდრის ყვავილის მიტანა და გადავწყვეტ რომ ერთი ვარდი მაინც როგორ არ იქნება სიონში რომ ეს წავიღო მეთქი მასთან რომ ეს ცოცხალი კავშირი დამყარდეს მეთქი მის სულსა და ამ ვარდებს შორის და ჩავედი წვიმ და საშილ წვიმა იყო და მონაზონმა მითხრა იქ არაფერი აღარ არის ვერ ჩაგიშვებთო და დავემუქრა ჩამიშვითო რომ ეხლავე გავაგებინებ მეთქი ადმის მერე გამიხსნა დარაჯმა შევედი და სველი მასში ბუჩქებში უცბად ამოფრთხვილდა ერთი ვარდი მსხვილი ვარდი ეს მერე მომიტანეს მაკრატელი ხა შევეცოდე იმ დარაჯს მომიტანა მეორე მესამე და 7 უზარმაზარი ვარდები წამოვიღე გახარებული და რეზიკოს მიუტანე რეზოს და მისცოლს და მოუყევი აი ესე მეთქი სველი იყო ეს ვარდები და აი ამ ვარდებით დამშვიდობეთ ბატონ ზურაბს აი ეს არის ჩემი ამ მოგონების აზრი და მე მგონი რომ ეს ძალიან დიდი მადლობა ნუგზარ ჩემთვის არის დიდი შთაგონების და ალბათ ამისთვის ღირდა ჩემი სიცოცხლე თქო როგორც არის ადამიანის ასე მგონია უღმესი მადლობა მეგობრებო აქ წარმოდგენილი ავტორების გამოსვლები დარწმუნებული ვარ გაგრძელდება მაგრამ ახლა ამჯერად მე მინდა შევეხო ბატონი ზურაბის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ერთ მხარეს ამაზე მე მივანიშნე როდესაც იონა წინასწარმეტყველის წიგნზე ორიოდე სიტყვით მოგახსენეთ იქ რაც ვთქვი იმიტომ ვთქვი რომ ხაზი გამესვა ბატონი ზურაბი იყო პირველ რიგში როგორც მოქალაქე და ამიტომ იყო რომ ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სახალხო ეროვნულ საკითხებში და ამ საკითხების მოგვარებაში ყოველთვის შექონდა თავისი წვლილი. ბატონი ზურაბის ცხოვრების ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდია მისი მუშაობა ადამიანის უფლებათა კომიტეტში. საპარლამენტო იყო თუ სამთავრობო კომიტეტი ზუსტად აღარ მახსოვს და ამიტომ ვთხოვოთ ჩვენ ამ კომიტეტის ძველ თანამშრომელს, წამყვან ფიგურას, მოგეხსენებათ შემდეგ მინისტრს ამ გამხრით, ამ მიმართულებით ატა ზაქარიაშვილს მობრძანდეს და ორიოდე სიტყვით მოგვახსენოს მათი თანამშრომლობის, მე ვიცი რომ საინტერესო თანამშრომლობა, ჯერ საინტერესო მეგობრობა და მე მოხარული ვარ რომ ატარა წვლილი მე შევიტანე მათი მეგობრობის ამბავში და შემდეგ ეს მეგობრობა გადაიზარდა თანამშრომლობაში. და ჩვენ მოვისმენთ ამის შესახებ იმედია საინტერესო. მოგლესი მადლობა, ნამდვილად არ მიკუთვნოდა ახლა გამოსვლა, საინტერესო იყო მოგხსენებინა საქმეა ავტორების. დიდი მადლობა ასეთ საკამოძე მოწვევისთვის, მართლა როგორც თქვენთვის ზურაბი ჩემთვის უძვირფასესი მეგობარი იყო. მე მისი სტუდენტი ვიყავი სასულიერო აკადემიაში. ძალიან ძვირფასი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა მანამდეც და აი ნუგზარის ზურაბის ედიშერის რეკომენდაციით ჩავაბარეთ შეიძლება ასე ითქვას სასულიერო აკადემიაში და ძალიან მიხარია. კი, უნივერსიტეტში და ნუ ძალიან ახლო მეგობრობა ჰქონდა კი ნამდვილად. და მართლაც
მე როგორც პოლიტიკოსი ვიტყოდებ ჭყალებში, ეს ზურაბის დამსახურებაა, აი ნამდვილად რო არა ზურაბი, მე შეიძლება სხვა მიმართულებით ყოფილიყავი, კარგად ვსვდი ეს խոսაკითხია და როცა ჩვენ აკადემიაში გქონდა ბევრი კამათები, უამრავი, მათ შორის იყო კამათები, აი ამ ქალაქში უკვე ეს დაწყებული ეს პერესტროიკა, ჯერ საბჭოთა და ეს ეკლესიების გადაცემა, ტაძრების გადაცემა და იქ იყო დიდი კამათი აი სომხურ ეკლესიებზე, უნდა გადავცეთ, როგორ გადავცეთ, რა ფორმით გადავცეთ და მე ვიყავი ერთ-ერთი ის ფიგურა, არ ვიცი რატომ საიდან მქონდა ეს ადამიანის უფლებების მიმართულებით ესე დამოკიდებულება, რომ პრინციპულად მოვითხოვდი აკადემიაში, რომ ჩვენ უნდა მიგვიღო გადაწყვეტილება, რომ სომხურ ეკლესიები გადავცეთ სომხურ ეკლესიისათვის. ხანერად არ უნდა ყოფილიყო და მე არ უმცირესობაში ვიყავი როგორც ყოველთვის ყველგან და ამ შემთხვევაშიც და ეს ბევრი მოწინააღმდეგე მყავდა, მაგრამ ზურაბს ეს დაამახსოვრდა და როცა ზურაბი დაინიშნა, აი სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ეს არის სამთავრობოა და სანდრო კავსაძე დაინიშნა, ეს ამ რთული პერიოდია, ეს გადაცებები, ეს დაძაბულობა, სამოქალაქო დაძაბულობა სუმალი ომი დაიწყება აფხაზეთში ვინ იცის ამის შესახებ ჯერ ვერ გრძნობთ ამას ეს არის 92 წელი სადაც ესე იგი მარტი-აპრილი დანგრეული დამწვარი პარლამენტის დღევანდელი პარლამენტის შენობა იქ არის ეს განთავსებული კომიტეტი და ზურაბა მე მიმიწვია ამ სამინისტრო ამ კომიტეტში სამუშაოდ და აქედან იწყება ჩემი ეს ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობა და შემომთავაზა რელიგიურ უფლებათა განყოფილების ხელმძღვანელობოთ რა ძალიან ხმამაღალი სიტყვა იყო 5 კაცი მუშაობდით მაშინ ფოთოში მე და ზურაბმა რამდენად აუცილებელი ალბათ მე და ზურაბა მივიღეთ სამსახურში მიხეილ სააკაშვილი და აქედან მე ეს სხვა ის არის ჩვენთან დაიწყო მუშაობა და მე ანუ მასაც ეკუთვნის ეს რა ქვია მე ხო მე ხშირად ხმრობთ ხოლმე ერთმანეთს ძალიან და ამიტომ და აქედან მე იწყება ჩემი მუშაობა მაშობაში ომი იწყება სამწუხაროდ საუბედუროდ აფხაზეთში ჩვენი კომიტეტი ხდება წამყვანი ასე მიმართულება სადაც ჩვენ ადამიანის უფლებებს ვიცავთ აფხაზეთში ტყვეები უდაკარგულები ასე შემდეგ ტრაგედია დევნილები და მე ხვდები კომისიის ხელმძღვანელი და მე მორჩა უკან დახვევა გამოდიოდა უკვე წავედი და უკვე პოლიტიკაში ჩავშე თუმცა სასულიერო აკადემია ძალიან მაინტერესებდა და ძვირფასი იყო ჩემთვის და კლავ პროჩემზე გამოვიდა ლაპარაკი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასა კამათები სულ ქვია აკადემიაში და არა მარტო აკადემიაში მართლაც მშვენიერი საღამოები ქონდა მასთან სახში 7 იანვრები ქვია შოუბაზე ვიკრიბებოდით ხოლმე რეზოსთან იყო ფანტასტიკური და სიკვდილამდე 2-3 თვით ადრე ვიყავით მასთან სოფელში ალმატში და ძალიან კარგად ვიკამათეთ ნუგზარმა შემოთავაზა და ვიკამათეთ პოლიტიკაზე ყველაფერზე და ძალიან კარგად მახსოვს ვიკამათეთ რა ვიმჯელეთ ილიას ტრიადაზე მამულენა სარწმუნება და სულ მახსენდებოდა როცა მე ეს სამარცხვინოდ ხდებოდა ამ ტრიადის ასეთი სპეკულაცია სულ მახსენდებოდა მასთან საუბარი თუ რა შეიძლება როგორ შეიძლება შეგვეცვალა დღეს რა რომელი ვარიანტი იქნებოდა ამიტომ რომ სამივე თემა ქართულ ხალხმა მიაღწია ამას და რა შეიძლება სხვა ტრიადა ყოფილიყო და ძალიან თამიტომ მას ერთ-ერთი საუკეთესო წერილი აქვს დაწერილი მოგეხსენებათ ამ მიმართულებით და სულ ამბობდა ეხლა რა გვაკლია და რა გჭირდება სახელმწიფოში და მართლა უცულ მალე მე უკვე ავად გახდა და უკვე გარდაიცვალა თუ ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის ეს შეხვედრა მასთან და რა თქმა უნდა მასთან კამათები სულ ეს მთის ფოლკლორზე თასი დროშა კადრეს ეს კულტებზე სულ ნამდვილად ჩვენ გვჭირდებოდა სასულიერო აკადემიაში ამაზე საუბარი თუ რამდენად პაგანიზირებული ქრისტიანობა მართლაც ეს ერთ-ერთი საუკეთესო მისი თემა იყო რომელიც კარგად გვიდასტურებდა როგორ შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში როგორ დაიმკვიდრა და მე როცა უკვე ეს ისლამი შემოდის როგორ კარგავს სიცოცხლესთან კავშირებს და როგორ თვითონ ახდენს რაღაც ავტონომიურ მართლობას შიგნით და პაგანიზაცია ხდება მაგრამ არ კარგავს მნიშვნელოვან ღირებულებებზე თაში რჩება ეს სხვადასხვა დროშის და თასის და ასე შემდეგ ფორმებით. დიდი მადლობა ამ საღამოსთვის, ამ კრებულისთვის და ნამდვილად როგორც წესი ჩვენ ვერ ვაფასებთ ხოლმე ჩვენს ძვირფას ადამიანებს, ვიდი არ წავლენ და რო წავლენ მე გვიანაა და მეს უნანობთ ამაზე რომ ესე ვერ დავაფასეთ და დიდი მადლობა რომ მომიწვევთ. აუბრუნდეთ ისევ ავტორებს და ვთხოვოთ ავტორებს რომ წარმოადგენონ თავიანთი სათქმელი ასე ვთქვა და მოდი უპირატესობა მივცეთ ასაკს და ყველაზე ასაკის მიხედვით პირველი არის ბატონი თამაზ კოჭლამაზაშვილი ექვთიმე კოჭლამაზაშვილი და ვთხოვოთ მას ორიოდე სიტყვა
დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენ ცხოვრებაში ისეთი ნათელი სხივი შემოდის ხოლმე, როგორიც არის დიდბუნებოვან ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთი არის ბატონი ზურავი. აქ იყო საუბარი იმის შესახებ, ეს ორპლანიანი საკითხია, როგორი იყო მეცნიერი და როგორი იყო პიროვნება. და ვერ ვიტყვით, რომ რა, ერთი წუთით უკან გთხოვთ სიმშვიდე. ვერ ვიტყვით, რომ უპირატესობა რომელიმეს ჰქონდა. ეს იყო დიდებული მეცნიერი, სწორუპოვარი და დიდებული პიროვნება, ასევე სწორუპოვარი. დიდი ბედნიერება არის აი ასეთ ადამიანთან ურთიერთობა და მე მადლობელი ვარ ჩემი ხვედრისა, რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. მთლად ნუგზარის სევდენი ხანგრძლივობით არა, მაგრამ ბევრად ნაკლები დროითაც არა. არც მთლად ისეთ ინტენსივობით, როგორც ბატონ ნუგზარს ქონდა. ხო, ერთი სიტყვით განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო მისი თავმდაბლობა. რაღაც საოცარი ურთიერთობა ჰქონდა იმას ნებისმიერი რანგის ადამიანებთან. ეს იქნებოდა უნივერსიტეტის პროფესორი, იქნებოდა პოლიტიკური მოღვაწე, იქნებოდა სტუდენტი, იქნებოდა მეზობელი და ყველასთან ის იყო ისეთი თავმდაბალი, რომ არანაირად იმისი რაიმე სიმაღლე არ ჩანდა. ხო და ერთ-ერთ კონფერენციაზე მახსოვს ახალგაზრდა მეცნიერი გამოდის და ის ასახელებს, რომ აგერ ესა და ეს აზრი, დიდი მეცნიერის, ამისა და ამისა, ვერ დიდი მეცნიერის ამის. ხო და ამ დიდ მეცნიერებში, რა თქმა უნდა, ზურაბ კიკნაძეც დაასახელა და აღშფოთდა ბატონი ზურაბი. რა არის ეს დიდი მეცნიერიო? ბაცო, ჩვენც მეცნიერი ხარ და მეცო, ჩვენო კოლეგები ვართო. ესე იგი, ვერ დაუშვა. ბატონ ზურაბს უამრავი რამე გამოუთქვამს ჩვენს პირად საუბრებში, ზოგი მეცნიერების თემაზე, ზოგი საზოგადოებრივი პრობლემატიკის და ასე შემდეგ. და მე არ მახსენდება, რომ რაიმე აზრი იყო ჩემთვის მიუღებელი. ეს ერთადერთი აზრი იყო მიუღებელი. ბატონი ზურაბი იყო დიდი მეცნიერი. და ამავე დროს იყო დიდი პიროვნება. აი ეს ამ ორი საუკუნის გასაყარზე ღმერთმა დაგვაჯილდოვა ამ დიდებული პიროვნებით და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მას მე როგორც ვიცი, ჩაფიქრებული ჰქონდა თავისი მრავალმხრივი და მრავალფეროვანი და უზარმაზარი შემოქმედების თავმოყრა კრებულში და რომ ეს ვერ დასცალდა, აი ეს არის უდიდესი დანაკლისი ჩვენთვის. ვის შეუძლია ამ ამოცანის განხორციელება? ერთ და ორ კაცს არ შეუძლია. თავი უნდა გადადოს 5-6 თუ 7-8 დარგის სპეციალისტმა, რომ მისი ეს დიდი შემოქმედება, რომ აი ერთი მთლიანი კრებულის სახით რო წარმოადგინოს. მაგრამ ეს ჩვენი სამეცნიერო საზოგადოების პრესტიჟი იქნება, თუ კი ასეთი გულითადი მეცნიერები აღმოჩნდებიან ჩვენ შორის. მადლობა. მეგობრებო, არ ვიცი რამდენი ავტორია ეხლა აქ მე მგონი ყველა ავტორი არ არის. კი, მაგრამ ისევ მოდი მივცეთ უპირატესობა 100 აქვს მაშინ, რადგან 100 არის და მაინც ზურაბი პირველ რიგში იყო მოწოდებით პედაგოგი იყო. მოწოდებით იყო პედაგოგი. რომელიც არა მარტო ცოდნას გაძლევდა ადამიანს, არამედ შთაგაგონებდა ადამიანობას და მოქალაქეობის კულტურას. და ამას ყველაფერს პირადი მაგალითის მეშვეობით გადმოგცემდა. და მე ვიცი, რომ აი ერთ-ერთი მისი ასეთი მოწაფე, რომელიც
რომელმაც მისგან არა მარტო ცოდნა შეიძინა, არამედ სიკეთე და სათნოება და ამ სათნოებაზე აღიზარდა, ამ მისგან გამოსხივებული სათნოებით აღიზარდა და გამჭირდა, გახლავთ ნოდარ არტოტელი. ძალიან უყვარდა ბატონ ზურაბს და თხოვოთ, რომ მოგონებიდან ორი სიტყვა შემოგთავაზოს. მივესალმები ძვირფას აუდიტორიას, ეს შენობა და ეს გარემო ჩემთვის ბუნებრივია, იმიტომ რომ აქ 90-იან წლებში, რომელსაც მე შავბნელ ხანას უწოდებ, მომიწია მუშაობა. სულ 3-4 წელი, მაგრამ ძალიან ძვირფასი წლები იყო ეს ჩემთვის და დიდი გამოცდილების მომცემი. მე ამ კრებულში, რომელიც ბატონ ზურაბს ეძღვნება, ჩემი სათქმელი მეტნაკლებად უკვე ვთქვი და რა ვიცი, ალბათ არ ღირს მისი ხელახლა გამეორება, მის საკითხვა შეიძლება. ვიტყოდი, რომ ბატონი ზურაბი, რომელიც თან გაცნობის ბედნიერება მხვდა და მასთან კარგახანს ეს წლებს, 10 წლებს ითვლის მასთან ყოფნის ბედნიერება, ერთგვარად მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა. ის ჩემს სავალ გზას ერთგვარად გეზს აძლევდა, წარმართავდა. რაღაცნაირად შეიძლება ითქვას, რომ ის იყო დიდბუნებოვანი კაცი და როგორც ბატონი რეზო ერთგვარი იუმორით აღნიშნავს, რომ ხვდებიან და მეუბნებიან, რომ ის ჩემი მასწავლებელიც იყო და ზოგი კიდევ ლექტორიც იყო. ის შეიძლება ითქვას, იყო უფრო მოძღვარ მასწავლებელი, რომელიც არა მარტო გიხსნიდა ინფორმაციას გაძლევდა, რაღაც ცოდნას გადმოგცემდა, არამედ ცდილობდა, რომ შენთვის შთაეგონებინა, ესწავლებინა მორალი, ადამიანობა, ის რომ ამ ქვეყნად რისთვის ხარ მოვლენილი. რამდენად აღვასრულე მე ეს და რამდენად ამ ხრივ რაღაც წარმატებას მივაღწიე, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, რომ ის, რასაც დამავალებდა არა მარტო სტუდენტობის პერიოდში, არამედ შემდგომ წლებშიც პირნათლად შემესრულებინა. მახსენდება, როდესაც უკვე მე-5 კურსზე ვიყავი, ავიღე აკადემიური შეებულება, ვინაიდან მამაჩემი ტრაგიკულად გარდაიცვალა მთაში, მდინარე არღუნში დაიხრჩოდა, თანაც გაუჩინარდა ისე ამღვრეულ მდინარეში, რომ მის გზა და კვალს ვეღარ მივაკვლიეთ და ვეძებდით თვეების განმავლობაში. და გროზნომდე გვიწევდა ჩასვლა და ბატონი ზურაბი მაშინ ჩვენ გვესტუმრა მთაში. ეხლა ის, რომ ბატონი ზურაბი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთთან იყო დაკავშირებული, სისხორცეულად მე ასე ვიტყოდი და აი 80-იანი წლების დასაწყისიდან განსაკუთრებით დაინტერესდა და მისი ეს სადოქტორო დისერტაციაც ხომ ეძღვნებოდა მთას და იქ მე დაგვირგვინდა იმ ცნობილი მონოგრაფიით ჯვარი და საყმო, ხომ? ნუ ამაზე სხვები უფრო სპეციალისტები ისაუბრებენ და იმსჯელებენ. მე აღარ მინდა ამას დეტალურად შევეხო, იმიტომ რომ იქ ბატონი ღვთისოს წერილიც არის გამოქვეყნებული. სხვადასხვა ბოლო დროს ჯვარი ვაზისა ეს პირველი ტომი, ბოლო შეიძლება ითქვას, ნუ ამბობენ ბოლო, მაგრამ
პირველი ტომი ამ წლის პირველ ტომში არის გამოქვეყნებული დეკანოს თათარიშვილის ვრცელი მიმოხილვა, უფრო ცრად არის ვიდრე ბატონ ღვთისმოსთან და ეს ძალიან ის არის, მაგრამ იქაც რაღაცა არის გამორჩენილი. ეხლა 2016 წელს რომ გამოვიდა ქართული მითოლოგია, იქ პირველი ტომი ზუსტად ამ ჯვარდასაყმოს ეთმობა, ხომ და იქ აი აბსოლუტურად ვეთანხმები და სწორი აღნიშნა იმის რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ეს ქრისტიანობის ერთგვარი სახეცვლილება მოხდა. მისი ფოლკლორიზაცია, როგორც ბატონ ზურაბი უწოდებს, მისი პაგანიზაცია. რაღაცნაირად ეს სახეცვლილი ისა ეხლა პოლითეიზმი იქ არ არის ფაქტობრივად. არ არის, იმიტომ რომ ის ჯვარხატნი ხომ ეს არის კვირაე და სხვა ესეთი ანგელოზები, ესენი არიან ღვთის ანგელოზები და არა ღმერთები. და ეს ინტერპრეტაცია ბატონ ზურაბის აბსოლუტურად სწორია. და მე მახსოვს 80-იან წლებში როგორი ესეთი გაცხოველებული დისკუსია იყო გამართული, ესეთი პაექრობა იყო გამართული, აი იყო ცისკარში, იყო ნათოფში ამასთან დაკავშირებით, იყვნენ მოწინააღმდეგენი, ეს მოპაექრენი და ზუსტად იმას ამტკიცებდნენ, რომ აი თითქოს იქ არის მრავალღმერთიანობა და ის წარმართული სული და წარმართული სარწმუნოება იქ წმენა წარმოდგენები არსებობს და ასეთი რაღაც. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ბატონმა ზურაბმა მომცა დავალება, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, ვეღარ გავაგრძელე, მაშინ ავიღე აკადემიური შეუძლება მეხუთე კურსის სტუდენტმა და დავბრუნდი სოფელში, სადაც დედაჩემი მარტო რჩებოდა. და რომ ის მეურნეობა იყო, რაღაცა უნდა გავწყოლოდი ამას და თან არდოტის სკოლის გამგემასწავლებლად გამიშვეს, მომცეს ამის შესაძლებლობა და ერთი სიტყვით ის წელიწადი უნდა გამეტარებინა იქ და სპეციალური ჩამონათვალი ეს ნუსხა მომცა ბატონმა ზურაბმა, რომ აი ამ თვალსაზრისით იქ უნდა ჩაიწეროთ ტექსტები. მთელი ზამთარი, მთელი ერთი წელიწადი საკმარისი იყო იმისთვის. მაშინ ჯერ კიდევ იყვნენ ეს მთხრობლები, დღეს რო უწოდებენ ინფორმანტები, რომლებიც კარგა ეს ძველი გადმოცემები, რაღაცა ეს სარწმუნოებრივი ამბები, ესენ ჯერ კიდევ იცოდნენ და იყვნენ ჯვარის ხელკაცები, იყვნენ ესეთი მორწმუნე ხალხი. ბევრი აღარ იყო, მაგრამ მაინც იმდენი იყო, რომ შეიძლებოდა მათთან ნაყოფიერი მუშაობა და ფრიად გახარებული ვიყავი ერთი წლის თავზე, როცა ჩამოვედი 12 ეს რვეული ჩამოვიტანე და გადავეცი ბატონ ზურაბს და ისეთი გახარებული მისი გაბწყინებული თვალები მახსოვს და თავის შეგირდებს, თავის სტუდენტებს ეუბნებოდა, უშუალო სტუდენტებს, რა თქმა უნდა, ფოლკლორისტებს გულისხმობ, ბატონ ღვთისმშობლს, ბატონ ტრისტანს განსვენებულს, რომ აი მიბაძეთო ერთ წელიწადშიო, ჩვენ რამდენიმე წელი მოღვაწეობთო და ერთ წელიწადში სამწუხაროდ ეს ტექსტები გამოცემული არ არის დღეს ფოლკლორისტიკის იმ კათედრის არქივში ინახებოდა და საშურია ალბათ ამის გამოცემაც. ერთი სიტყვით ეს კაცი იყო ყოველმხრივ შემკული, ტოლერანტობით გამორჩეული, რაღაცა ისეთი შემწყნარებელი და მისი ხსოვნის წინაშე ნამდვილად ქერს ვიხრიდა, მუხს ვიდრეკ, ეს ადამიანი ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის სიცოცხლებს. ესე იგი, მაინც ავტორებს მივცეთ უპირატესობა და არ ვიცი, ბატონი ნოდარ, რომლის შესახებაც ვილაპარაკე, ორი სიტყვა მოგახსენეთ და
და თუ შეიძლება ბატონო და მოკლედ რაც ძალიან მოკლედ, მაგრამ სანამ თქვენ დაიწყებთ ლაპარაკს, მანამ აუდიტორიას ვეთყვი მე, რომ ვიყავი აი ახლა 2 თვის წინ გერმანიაში და იქ ნახე ერთ ეკლესიაში, ერთ სოფლის ეკლესიაში გათხრები. და რა აღმოჩნდა, იცი? თურმე გაუთხრიათ მე-5-მე-6 საუკუნეების ეკლესია. ეკლესიის კვალი უპოვიათ და ახალი ეკლესიის საძირკვლის ქვედა ფენაში აღმოჩნდა მე-5 საუკუნის ეკლესიის კვალი. და როდესაც შევხედე მე აი ამ კონტურებს ამ ეკლესიისას, თვალწინ წარმოვიდგა თქვენი დოლოჭობი. ზუსტად ისეთი. და აი წამოგიღეთ თქვენ, ინგლისურად არის გამოცემული ეს და მიიღებთ ინფორმაციას აი ამის შესახებ, რომელიც ძალიან გავს კიდევ ვიმეორებ თქვენს აღმოჩენებს. თქვენს და გასაგებია დოლოჭობის აღმოჩენას განსაკუთრებით. მოგესალმებით, შეფასო ბატონებო, ქალბატონებო. აი თვითონ იმის შესახებ, რაც კონკრეტულად აი ამ კრებულში არის, პრაქტიკულად ჩამოყალიბა კიდეც ბატონმა სანდა ხო არა მოკლედ იყო და პირიქით კარგია რომ ახლა მე სხვა მხრიდან მივუდგები ანუ აქ იყო ის საკითხი რომ ქართულ ისტორიაში ხელოვნების ისტორია და ისტორია რამ გაყო იყო ასეთი დებულება შემოსული მე-20 საუკუნის თითქმის პირველი რა ვიცი 3-6 ათეული წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც დაარსდა საქართველოს უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტი და მას შემდეგ რაც პირველი ამ დარგის ფუძემდებლებმა დაიწყეს იქ სამეცნიერო კვლევა და მათ შორის გიორგი ჩუბინაშვილი აკადემიკოსი ფრიად პატივცემული პიროვნება რომელმაც დიდი ამაგი დასდო ქართულ ხელოვნების ისტორიას და აი ჩამოყალიბდა ეს დარგი და ამ დარგში ეს იყო ყამირი. ამ ყამირის გატეხვის დროს აი არ იყო ეს მეცნიერება საქართველოში, მაგრამ მანამდე არ უძღოდა წინ არაფერი წინაპირობა. აი როგორც ისტორიაში კიდევ იყვნენ მე-19 საუკუნეში დიმიტრი ბაქრაძე და ასე შემდეგ ისტორიკოსები. აი აქ ამას არ ქონდა ხელოვნების ისტორიას. კი ბატონო დიდი 6-მე იხსოვდა ამ დარგში ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდა, მაგრამ ის ასეთი რომ ანალიზი ეკეთებინა და პრეტენზიაც არ ქონდა და ამბობდა კიდეც თავის თავს არ ეძახდა ეს ხელოვნება ცოდნეს და აი ამ დარგიდან აი ეს გამოიკვეთა ასეთი მოხდა ესე რომ არასწორად დაალაგდა ეს თეორია ევოლუციონისტური თეორია იმოქმედა იმა რომ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევოლუციონისტური თეორია რაღაც იდეოლოგიური ზეგავლენას საბჭოთა პერიოდის იყო და რაღაცნაირად დაალაგდა ესე რომ შეიძლებოდა ყველა ქვეყანაში ცალკე გამოედგონებინათ ველოსიპედი და განვითარებულიყო ეკლესიები. აი ჩამოყალიბებული იყო ნამდვილი ორგანიზებული ლიტურგიის, სივრცე-ლიტურგიო სივრცეები ისეთი რომ კანონიკური როგორც თქვა, როგორც იყო თელ რომის იმპერიაში და შემდეგ ბიზანტიაში და დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროში ერთ სიტყვით აი ასეთი შექმნა საქართველოში დათქმული იქნა ჩუბინაშვილის თეორიით მე-6 საუკუნიდან. ანუ გამოდიოდა რომ მე-4 საუკუნის დასაწყისიდან მე-6 საუკუნემდე, ესე იგი 9 საუკუნე ნახევრის განმავლობაში აი ეს თევისა საქართველოში იგებოდა მხოლოდ დაესტი როგორც თქვენ ბრძანეთ პატარა და უსახური ეკლესიები, რომლებსაც ეძებდნენ ხელის ცეცებით ქართველი ხუროთმოძღვრები ეძებდნენ თავიდან როგორ შეექმნათ ქართული ეკლესია. აბსოლუტურად დღევანდელი გადასახედით არია და სწორედ დღევანდელი ხელოვნებაცოდნეების ვერ წარმოვიდგენ უმეტესობა ამას არ ეთანხმებოდეს, მაგრამ აი აქ იყო ეს სცენი შემოპარული, რომ არ შეიძლებოდა ავტორიტეტების ნათქვამის სიტყვის ჩამოყალიბებული რაღაც კერპების პროვა არ შეიძლება, მაგრამ მისი ნათქვამის არა და თვითონ ის უკვე მაშინ აღარც იყო ცოცხალი ბატონი გიორგი ჩუბინაშვილი, თორე სულ სხვანაირად სასწავლო სხვანაირად წარიმართებოდა მათ შორის კამათი, მაგრამ მეორე მხრივ
ბატონ ზურაბს იცით ეს ბუნებაში ქონდა თვითონ ეს ძალიან თავდაბალი იყო, მაგრამ როდესაც დაინახავდა შესტომას და როდესაც შეხვდებოდა რომ აქ მეცნიერების რაღაც დარგში ეს შესტომაზეა დამყარებული, მან შესანიშნავად იცოდა რომ ამ ესე იგი არასწორ საფუძველზე დამყარებული მის თითქოს მარტივია, მაგრამ მისთვის ეს კანონი იყო, როგორც ალბათ ყველა დიდი ადამიანისათვის რომ ამ სიმყარეზე არ შეიძლება და სიყალბე კი არა, არასწორ საფუძველზე არ შეიძლება დაგებულიყო ნამდვილი თეორია და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ეს გამოსვლა და სამწუხაროდ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, მალე დავამთავრებ, ერთადერთი შემთხვევა, მე რაც ვიცი, შეიძლება რაღაც მე ბოლო წლებში მეგობრობდი მასთან და უფრო ყველა დეტალები მისი მოღვაწეობის უფრო ბოლო 10 წლეულის ვიცი, ბოლო 2 წლეულის, მაგრამ აი ესე თითქოს რომ ერთ სიტყვით თითქოს გამოიკვეთა ეს პოზიცია, რომ თელმა ინსტიტუციამ, თელმა რაღაც საზოგადოებამ, ხელოვნებაცოდნეთა ძალიან დიდმა ნაწილმა ძალიან პატივისცემით მისი ფასი ბატონი ზურაბს ყველა მიცოდა, მაგრამ თითქოს მაინც მიუთითეს რომ იცით ის თქვენ სფეროებს სცილდება და არადა ბატონი ზურაბის სფეროები იმდენად ფართო იყო რომ მისთვის ეს მიჩენა რომ შენ მხოლოდ ფილოლოგია, შენ მხოლოდ მითოლოგია და შენ მხოლოდ ესე იგი ეს ბიბლისტიკა ეს წარმოუდგენელი იყო და თქვენმა დოლოჭობმა დაამსხვრია დიახ მითოლოგიური რწმენა ხოდა თვითონ მას მქონდა მასთან საუბარი აი დავამთავრებ ერთით ესე იგი მქონდა ამაზე საუბარი მასთანაც რომ იქნებო მართლაცო შეიძლებოდა დატოვებაო ესე შეეშალა ადამიანს დიდია აკადემიკოსია ყველას გვეშლება და ყველას თეორია გადაისინჯება ნუ ყველას თუ არა ყოველ შემთხვევაში ბევრი გადაისინჯა და გადასინჯულია და მით უმეტეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებში საერთოდ ყველაფერი ისინჯება და აქაც ჩვენთან მაგრამ იქნებ არაფერის დაშავდებაო მაგრამ საქმეც ის არის რომ აი ზუსტად იმ დროს, როდესაც მას მიუთითეს, რომ იქნებ არაფერი დაშავდეს და იქნებ აღარ გააგრძელო ამ მართულებით კიდევ პოლემიკაო, სწორედ იმ პერიოდში წარმოიქმნა დასავლეთ ევროპაში მთელი, აი როგორ გითხრათ, თითქოს გამოსვლები ხდება ამერიკელი, უცხოელი, დასავლეთ ევროპელი მეცნიერების, რომლებიც ამ თეორიაზე აგებენ, აი ის თეორია, რომ საქართველოში პირველ ხანებში ქრისტიანობა თურმე ყოფილა ძალიან პირობითი, კი, წყაროებზე დაყრდნობილი ქრისტიანობა შემოსულა, გავრცელებულა, მაგრამ თურმე არც ისე ყოვლის მომსულად, როგორც ჩვენ ვიცით ისტორიული წყაროებიდან და თურმე ეს ყოფილა ძალიან პირობითი, კავკასიაში იყო რაღაც ერთი დიდი ამორფული საეკლესიო ერთეული, რომელიც არ იმართებოდა ქართველი მღვდელმთავრების მიერ და აქედან გამომდინარე ჩვენთან არსებული პატარ-პატარა ტაძრები ასეთი უსახური როგორც უნდა წარმოედგინათ, სწორედ კარგად ჟდებოდა იმ თეორიაში. გავთავოთ რომ ეს თეორია უკვე დამსხვრეულია. ეს თეორია დამსხვრეულია და ბატონი ზურაბი ძალიან ბედნიერი იყო ხოლმე, ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენ გათხრებზე და ძალიან უხაროდა რომ ეს საქმე წინ მიდიოდა და იქ ამის შემდეგ კიდევ თქვენს მობრძანებულით იქა და მახსოვს როგორ ესე იგი ანუ ესე იგი არ შეიძლება ასეთი არც ერთი პიროვნების არ შეიძლება ჩარჩოებში მოქცევა, მაგრამ მით უმეტეს ბატონი ზურაბის ჩარჩოებში მოქცევა და მისთვის მიწება წარმოუდგენელი იყო. ბატონებო, ეს იმიტომ, რომ ზურაბისთვის ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა იდგა და ეს ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს და დარწმუნებული ვარ იცის მისმა გაზრდილმა, მისმა შვილმა რეზო, რომელიც აქ არის ბოლო ავტორებს შორის და ამიტომაც არ ვიცი მე მგონი ახარ დაგვრჩა ავტორით ხო ხომ არ მეშლება ხო და რეზო გთხოვთ რომ როგორც ავტორმა ბოლო სიტყვა თქვა მაგრამ როგორც გერმანელი აბა ნიხტსულ ერთს არა ბოლოს მაგრამ არა ბოლოს ჩემი გადაღებული საღამოშიდობისა ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო და სტუდენტებო ზურაბის მე მგონი მე ძალიან მოკლედ მოვჭრი ოღონდ მთელი გულით ვიტყვი მადლობას ნუ გზარ ძვირფასო ძალიან დიდი მადლობა შენ ზურაბის მეგობრობისთვის როგორც ჩვენ ამბობ ამ 10 წლების მანძილზე იმიტომ რომ თქვენი გინდ ცოცხალი და გინდ სატელეფონო კამათები აგერ სულ ბოლო დრომდე გრძელდებოდა და ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი საზრდოა
ზურავისნაირი ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია თავისი წიგნებიანად ან რაღაც წიგნის საწერი გეგმებიანად გადაიხვეწოს კახეთში იქ იცხოვროს და მაინც ძალიან აქტიურად ირეაგიროს ყველაფერზე, რაც ხო, მისი მედიუმი ეს Facebook-ი რაღაც ბოლომდე ეს დარჩა სხვათაშორის. და იქაურ ამბებზე და მე ამბების გარჩევა და ინტერპრეტაცია და განხილვა სხვა კუთხიდან ნუგზართან ყველაზე უფრო ინტენსიური მახსოვს. ძალიან დიდი მადლობა კავკასიურ სახლს, იმიტომ რომ მისი რამდენიმე წიგნი ადრეც გამოსცა, მაგრამ იმ ყურადღებისთვის, რომელიც გარდაცვალების მერეც არ ნელდება, იმიტომ რომ კავკასიურ სახლთან ზურავის ურთიერთობაც მახსოვს ახალგაზრდობიდან. იყო ძალიან ინტენსიური ახალგაზრდობიდან კი არა, სანამ გერმანიაში წავიდოდი და მერეც წავედი. იყო ძალიან ინტენსიური. მე ვიცი რომ მისი რაღაც მართლა ერთ რამეზე ფოკუსირება ისეთივე ძნელია, როგორც საქართველოს მარტო ერთი ჭუჭურდანიდან დანახვა საქართველოს უამრავი ასპექტი აქვს, უამრავი კონტროვერსული ასპექტი აქვს და ამ ყველაფრის ყურება და ამ ყველაფრის განცდა და ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა დარწმუნებული ვარ, სწორედ ზურავისნაირი ადამიანებისთვის ერთის მხრივ არც იოლი იყო, მაგრამ მეორე მხრივ მისი არსებობის, მისი modus vivendi შეიძლება და ყოფილიყო. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რამე, რაც მას უწერია და საიდაც მას გაუხედავს, მისი პირდაპირ სპეციალობა არ ყოფილა. ყველაზე ნაკლებად იყო მისი სპეციალობა ალბათ მუსიკაც, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ბოლოსკენ მისი ინტერესი მუსიკის და არქიტექტურის ინტერაქციისადმი ისეთი ძლიერი იყო, რომ მართლა ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით ჩვენც. საერთოდ ჩვენი ურთიერთობა და რაღაც მის ხელში ჩემი გაზრდა ფრიად უნიკალური რამე იყო, ჩემთვის პირველ რიგში რა თქმა უნდა. მაგრამ მე მგონი ის ყველაფერი, რასაც ეხლა როგორც მე ეხლა უყურებ სწავლას და სწავლებას, რაღაცნაირად ნასწავლი მაქვს მისგან და როგორ ვისწავლო თვითონ ესეც მე მგონი მისგან ვისწავლე. მით უმეტეს მეღიმება ხოლმე ეხლა და ცოტა უფრო მეტიც ვიდრე მეღიმება, როცა უყურებ მის რვეულებს, სადაც გინდ პეტერბურგის, მაშინ ლენინგრადის, გინდ მოსკოვის ბიბლიოთეკაში ნაპოვნი წიგნები, რომელთა გამოტანაც შესაძლებელი არ იყო ხოლმე ხელით გადაწერილი. მართლა უამრავი რვეულია ესეთი. რაღაც 12 ფურცლიანიც, კიდე რაღაც 60 ფურცლიანი რვეულები იყო, რაღაც უცნაური ძალიან შხამიანი ფერის ყდით, აი ესეთი რვეულები ძალიან ბევრია. ადრინდელიც და მერეც გრძელდებოდა ეს. მე მახსოვს მასთან ყოველად რომანტიკული და ამაღელვებელი ჩემთვის ღამე, სანამ ძილის დრო მომივიდო და ან გადამიცდებოდა კიდევაც აბაზანაში აი ამ მიკროფილმების ბეჭდვა. ჩემი გატაცება ფოტოგრაფიით დაიწყო სწორედ ამ წიგნების ბეჭდვით შორის, იმიტომ რომ ჯერ ფოტო არ მქონდა საკუთარი გადაღებული. მე კი მიყიდა ზურავმა 15 მანეთიანი სმენა 8M ეგრე ერქვა. საოცარი აპარატი იყო ძალიან დიდი ობიექტივის კუთხით და მაქვს რამდენიმე ფოტო, რომელიც მას და დედაჩემს ერთად გადავუღე. დავივიწვარი ფოტოები, იმიტომ რომ ისინი ბევრად უფრო ახალგაზრდები არიან იქ, ვიდრე მე ვარ ეხლა. ამ ყველაფრის ყურება ცოტათი მაკარგვინებს რამე ეგეთ ცოტა დისტანციურ და ობიექტურ ურთიერთობას მასთან, როგორც ან მეცნიერთან, ან პედაგოგთან, ან რამე. ამიტომ ჩემი დამოკიდებულებაც მის დამი რაღაც ყოველთვის უფრო მაინც მუსიკალური ენით არის ხოლმე ნაცადი. სხვა შორის ამასაც ერთი-ორი ციტატა ეგეთი შონბერგის მასთან ერთად გავარჩიე და ძალიან დიდხანს მაწვალებდა, სანამ არ დაამაზუსტებინებდა ყველაფერს, იმიტომ რომ შონბერგს აქვს თავისი იმ მოწაფის ერთ გამოცემაში ანტონ ფონ ვებერნის ბაგატელები როცა გამოვიდა, არის 4 წუთსაც კი არ გრძელდება მთელი ეს 6 ბაგატელი. იმის წინასწრაფობაში უწერია, რომ ამ მუსიკის გამგები მარტო ის არის, ვინც იმ რწმენას ეკუთვნის, რომ მუსიკით შეიძლება რაღაც გამოითქვას, რაც
მარტო მუსიკით გამოითქმისო. და ამის დაზუსტება და გააზრება პროფესიულიც და ფილოსოფიურიც რაც მევალებოდა მასთან ერთად მე. და ეს მომენტები ძალიან მართობდა და მახარებდა მეც. სწორედ ამ ბოლო წლებში როცა ალმატში რეგულარულად მიხდებოდა ჩასვლა მთელი პანდემიის მანძილზე ხო იქ იყო და იქ და მეც მევალებოდა სავით ეს სასიხარულო რამე რომ ძალიან ხშირად ყოფილიყავი ალმატში. მე მინდა რომ პირობა ვეღარ შევასრულე რა თქმა უნდა და მაინც გამიგრძელდა ეს სიტყვა. მე მინდა რომ თქვენ ყველას მობრძანებისთვის მადლობა გითხრათ და იმ დაფასებისთვის და მონატრებისთვის, რომელიც ზურავისადმი გაქვთ და რომელსაც მე ვიზიარებ. მე ბავშვს ძალიან ვაფასებ და მენატრება. და მგონია რომ ძალიან დიდხანს კიდევ ვიქნებით ფიქრით მასთან ერთად და ბოლოს მატერიალისტებისთვისაც კი არსებობს ეგეთი მეტაფიზიკური მდგომარეობა და დასტური, რომელსაც თვითონ ვერ წაავლენ, სანამ ფიქრობთ ადამიანზე. როგორი თქმის არის, სანამ ფიქრობთ ადამიანზე, მანამდე ის აგრძელებს სიცოცხლეს. ყველანაირი ფუსტაცია. დიდი მადლობა. მეგობრებო, ასე ვთქვათ, ჩვენი სხდომის ოფიციალური ნაწილი იყო აი კრებულთან დაკავშირებული ავტორების გამოსვლები. ხო, დამთავრდა და გვაქვს ალბათ საშუალება, რომ აუდიტორიას შევთავაზოთ, თუ კი ვინმე აქვს სურვილი გამობრძანდეს და ორიოდე სიტყვა წარმოსთქვას. მაგრამ მე თვითონ მე პირადად მინდა, რომ ეს სიტყვა გადავცე ზურაბის ნათლურს, მოგეხსენებათ ზურაბს ბევრი ნათლური ჰყავდა და არა მარტო დათვლობა ფორმალურად არის ჩვენთან აღქმული და სრულდება ფორმალურად, უფრო ხშირად, უმეტესად. მაგრამ ზურაბი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო და მისი ნათლულები ძირითადად რეალური ნათლულები იყვნენ. ანუ მან ნათელი რეალურად და ცხოვრების მაგალითზე, პირადი მაგალითით მისცა, გადასცა სხვას და აზიარა საფრთხო ჭეშმარიტებას და აი ერთ-ერთი გახლავთ აქ ჩვენი სხდომის თანამონაწილე რეზუ აბაშია. პროფესორი რეზუ აბაშია. გთხოვთ? ალბომა ბატონო მუზეუმდა მარი ხოსავალებულო. არა ავტორთა გამოძახება. საღამომშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო. ბატონ ზურაბზე სიტყვის თქმა ყოველთვის ჩემი მხრიდან და ბევრი ადამიანის მხრიდან სასურველია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩემი მხრიდან არც ისე ადვილია. იმიტომ რომ მოგეხსენებათ განსაკუთრებული 8 წლის ქცევის, ქმედების, შრომის, ურთიერთობის ადამიანი იყო და არც ისე მარტივია მასზე შეუმცდარი რამე მახასიათებლების მოფიქრება და წარმოდგენა. მაგრამ როგორც ბატონმა ნუგზარმა აღნიშნა, რადგანაც მაცხოვარმა მომცა იმისი მადლი, რომ ასეთი ნათლი ამყოლოდა, რა თქმა უნდა, მე მადლიერი უნდა ვიყო და ვარ და ვიქნები ყოველთვის. ერთგვარი საიდუმლო ჩემი ფიქრის მინდა გაგიმხილოთ, რომ მიფიქრია ხოლმე ყველა იმ ქვეყნად მივდივართ, როცა ამისი დრო დადგება და იმ ქვეყნად რო აღმოჩნდები ჩემ მშობლებზე მეტად თუ მე აღმოჩნდები ისეთ ადგილას, სადაც ბატონი ზურაბი ბრძანდება, დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ბატონი ზურაბი წმინდა სავანეების მკვიდრია, მაგრამ მე თუ მეღირსა იქ მოხვედრა, პირველი ალბათ ვინც შემხვდება ჩემ მშობლებზე მეტად იქნება ნათლია ზურაბ კიკნაძე. და ეგ
ბუნებრივიც იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ნათლიობა სულიერი ურთიერთობების სიმაღლეა და მშობლების შვილობა გენეტიკური. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. მშობელს ვერავინ ვერ შეგვიცვლის, მაგრამ ღვთის წყალობისა და მადლის კონტექსტში ნათლიას განუზომელი, ასე ვთქვათ, შეუცვლელი ადგილი აქვს ნათულის ცხოვრებაში და მე ერთგვარად ამ იმედით ვცხოვრობ, რომ ასეთი ნათლია მყავდა და მყავს. ახლა ჩვენთვისაც ბუნებრივია ამ ქვეყნადაც მგონია რომ ბატონი ზურაბი აი დღეს ყველა ერთად რომ ვიხსენებთ მისი მის და მიმიზღვნელი კრებული წიგნი გამოვიდა მისი ოჯახის წევრები ბრძანდებიან ახლა ძალიან ახლო ჩემზე მეტად დაახლოებული მოწაფეები, მეგობრები, კოლეგები და ასე შემდეგ ეს მისი სიცოცხლეა. სხვანაირად ადამიანმა იმ ქვეყნად წასულმა ამ ქვეყნად სიცოცხლე როგორ გააგრძელოს თუ არა აი ასეთი მართლაც ძალიან ჭიდრო ასე ვთქვათ სულიერი კავშირით ჩვენსა და ამ წუთის სოფლის მკვიდრსა და იმ ქვეყნად წასულ ადამიანს შორის ჩვენ ერთმანეთს შორის გულთა კავშირი გვაქვს და ჩვენსა და მათ შორის სულთა კავშირია და აი ამ სულთა კავშირის სიმტკიცეში ჩვენი როლის განსაკუთრებული იქნება, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც იქიდანაც კი ბატონი ზურაბი ასე მგონია რომ ფარველობს, პატრონობს და მგონია კი არა ქრისტიანული მადლია ეს აქ ჩემზე ბევრად უფრო ჩახედული ხალხი ბრძანდება აქ ქრისტიანული ღვთისმეტყველების ანალიზის მხრივ და დამეთანხმებიან რომ არანაკლები ძალა აქვს ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრების წარმართვაში იმ ქვეყნად წასულ ჩვენს წინაპრებს, ახლობლებს, მეგობრებს და განსაკუთრებით ნათლიას. მე მინდა მადლობა გითხრათ, მადლობა უთხრა ოჯახს, მადლობა უნდა უთხრა ბატონ ვახტანგს, ბატონ რეზოს. ერთი დიდი ოჯახის წევრები იყვნენ და არიან და ასეთი თბილი სიტყვები მოვისმინეთ სხვას არც ველოდით და მადლობა უნდა უთხრათ ბატონი ზურაბის სულს, რომელმაც ამ წუთის სოფელში მართლაც ყველას ესეთი თბილი მოსაგვანარი დაუტოვა და ერთ რამეს ვიტყვი ბატონო ნუგზარ რომლის მოწმე თქვენ ჩემზე უფრო მეტად ხართ უნივერსიტეტის აუდიტორიებში ჩვენი საბჭოთა პერიოდში ჩვენი სტუდენტობის დროს ვინც ხონაირად ფიქრობდა, ანუ კარგად ფიქრობდა. ერთადერთი როგორც ორგანიზაცია ის იყო ახალგაზრდა მწერალთა წრე, სადაც შეფარულად, მაგრამ რადგანაც ლიტერატურაზე იყო საუბარი, რომელიმე ჩვენგანს შეეძლო თავისი სათქმელი გამოეთქვა. მაგრამ ისიც შეფარულად. როგორც ორგანიზაცია ახალგაზრდა მწერალთა წრე და როგორც პიროვნება, მეცნიერი, მოაზროვნე და ადამიანი ამხელა უნივერსიტეტის კედლებში თუ უცდები აგერ შეგიძლიათ ბრძანოთ ვინ თუ არა ზურაბ კიკნაძე. ზურაბ კიკნაძეს მიმართავდა ყველა არაორდინალურად და სწორად მოაზროვნე, სწორი მსოფლმხედველობის სტუდენტი, არა მხოლოდ სტუდენტი, არამედ უნივერსიტეტის უკვე სტაჟიანი პროფესორებიც მას ეახლებოდნენ, მასთან და მისგან ურთიერთობაში მტკიცდებოდა და აი ეს როგორ წარემართათ მათი მომავალი არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ სულიერი მოვაწეობა. დიდი მადლობა. ისე ბატონ ზურაბს ძალიან უყვარდა სადღეგრძელო გებრებისა. გებრები. აი ვინც შეგხვდება ჩვენ, როდესაც გავალთ წუთისოფლიდან და შევალთ იმ ზესტასოფელში. და აი გებრები და მე მგონი ბატონი ზურაბი ყველა ჩვენგანის მგებრი იქნება. პირველი გებრი. კი ბატონო. ნუ თავშობური არ ვიცი ბაზრებს თუ არა უხდებას. მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის.
და მე მგონია რომ მომავალშიც ბევრჯერ მოგვიწევს შეკრება ამ დარბაზშიც და სხვა დარბაზებშიც და ბატონ ზურაბის მემკვიდრეობაზე მსჯელობა. მე იმედი მაქვს რომ ოდესმე სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე იმ დონეზე რომ გამოყოფს მეცნიერთა მულტიდისციპლინარულ ჯგუფს, რომელიც ბატონი ზურაბის მრავალტომეულს მოამზადებს აკადემიურ დონეზე. და აი აქეთკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ მისი ეს უდიდესი მემკვიდრეობა იყოს სისტემატიზირებული, ერთ დიდ კრებულად წარმოდგენილი, რომ ასე ვთქვათ, კიდევ უფრო ადვილი გახდეს მისი აღმოჩენა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის და კვლევრებისთვის. დიდი მადლობა თავმჯდომარეს ყველაფრისათვის და განსაკუთრებით ბოლოს სიტყვისათვის.